პირველ რიგში ქრისტე აღდგა, გილოცავთ და ღამემშვიდობისა. პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს მე სამი სტუმარი მყავს. სამი ინტელექტუალი, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებით, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებით, მაგრამ მოაზროვნე და საღათ მოლაპარაკე ადამიანები. ქალბატონი დავიწყებ თქვენის ნებართვით. ქალბატონი ირმა ცხორაგაული, პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი. საღამოშტობისა და ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღსდგა, გილოცავთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე და ბატონ რამას საყვარელიძეს ადრე ქონდა ასეთი რუბრიკა, შევთანხმდით რომ დავა ქართულ მედიაში ეს რუბრიკა შემოვიტანეთ პოლიტიკური ფსიქოლოგია. მაგრამ ძალიან მალე დავწმუნდით რომ ფსიქოლოგია ქართული პოლიტიკისთვის ძალიან ნაზია და გადავწყვიტეთ რომ პოლიტიკური ფსიქიატრია ჯობდა. ისედაც ფსიქიატრიის ასე ვთქვათ პოლიტოლოგიის ისტორიაც ასე იწყება, ხო? ფსიქიატრიას უკავშირდება. პოლიტიკური ფსიქოლოგია, დიახ. რამას საყვარელიძე, ბატონო რამას, ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად, ყველას ბედნიერება და სიხარული. განსაკუთრებით სიამოვნებს თქვენგან ამის მოსმენა. მე ქართული კულტურის ტარებამ სიამოვნებდა. კი, ბატონ რამაზე ათეისტია, მაგრამ ძალიან დიდი პატივისცემით არის განწყობილი ჩვენი მართლმადიდებლობის მიმართ. ბატონი დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი. ადამიანი, რომელსაც დღესვე შეუძლია დატოვოს საქართველოს, წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკმაოდ კარგად და განცხრომით იცხოვროს, მაგრამ არასოდეს აზრად არ გაუვლია ასეთი რამ პირიქით. ის იბრძვის ბოლომდე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არის თუ არა ესე ბატონ დემურ? თუ სწორად ბრძოლას არ დავარქვევ, იმიტომ ბრძოლა მე იარაღით არა. ტოტალიტარული რეჟიმების დამახასიათებელი. აქ არის მოქმედება შეხედულებათა სისტემის ფარგლებში, როდესაც ამას უდევს არაშენი პირადი მიზნები, არაშენი პირადი მერკანტილური იზრები. გამოვა რაიმე ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებში, რაც არის გონივრულად მოქმედი, სწორად მოქმედი, თქვათ ორგანიზატორი, ლიდერი და ასე შემდეგ, ყოველთვის მიაღწევს შედეგს. ყოველთვის. მით უმეტეს მე ამის უფლებას მაძლევს იმის ცოდნა, თუ რა ხდება სულ ბნელ კუნჭულებში ქართული პოლიტიკისა. ჩემტერს რაც იქ ხდება, ამიტომ არის გარედან საჭირო ის, რასაც ჩემი შეხედულების ფარგლებში ვაკეთებ. და ერთ კითხვით კიდე ბატონ დემურ, ბრძოლა, იმიტომ მე ხა იარაღი ბრძოლა არ მიგულისხმია, მაგრამ დღევანდელ სოფლიოში ელემენტარული ჭეშმარიტება ნამდვილად მოსაპოვებელია და საბრძოლოა. ჭეშმარიტება არის და უყურებენ, აღიქვავენ, მაგრამ არ მიაჩნიათ, ესე იგი სხვანაირად ახმოვანებენ. ამიტომ ვთქვი, რომ ბრძოლა, აბარა რასაც ვაკეთებ, ბრძოლა, მეტი რა არის. ისე რომ ქალბატონო ირმა გისმენთ. თქვენ ახლა დიდი უპირატესობით სარგებლობთ, იმიტომ მიხდები ამას. მე ვფიქრობ, რომ ესე თუ გინდათ გავაუქმებ ამ უპირატესობას. გაუქმეთ ნამდვილად, მე დემოკრატიის მომხრე ვარ. დემოკრატია როგორ თქვა ჩერჩილმა თქვა ქალი კაცია. ისე რომ ვეღარ გავაუქმებ. თან დემოკრატია ჩერჩილმა თქვა არა, რომ ამაზე უკეთესი არაფერი მოუგონებია ადამიანს, თორე რა არისო დემოკრატია. თუ რაიმე გაუპატურებული სიტყვა არსებობს, დემოკრატია დემოკრატია არის, რომელიც მე ვფიქრობ, რომ გაუკმარტებული ფორმით არის. აი ხო ხედავთ, როცა სამი ინტელექტუალი ერთმანეთს ხვდება, აქ არ შეიძლება რომ რაღაც გაუგებრობა. ვიწყებ თქვენგან. აი ყველაზე სერიოზულ პრობლემას რას მიიჩნევთ დღეს საქართველოში? ყველაზე სერიოზული და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა საქართველოში რაცლება და არა მხოლოდ ახლა, მე მინდა გითხრათ, ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, ჩემი დაკვირვებებიდან სამწუხაროდ და საუბედუროდ მე ვერ ხედავ რომ საქართველოში და ჩემს სახელმწიფოში
ხელისუფლება ახერხებდეს და ქმნიდეს რაღაც ჯანსაღ პოლიტიკას. პოლიტიკა არ იქნება. ეს არ არის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ძალიან რთულია ამის ყურება, როდესაც ადამიანს ეს გესმის. რას ხედავთ ჩვენ? ჩვენ ხედავთ იმას, რომ აი სწორედ 2012 წლის შემდგომ მოსული ხელისუფლება ჩვენივე მოსახლეობის დაკვეთით, რომ უნდა მას ემოქმედა იმ მიმართულებით, რომ ნაციონალური მოძრაობა ზოგადად როგორც პოლიტიკური ძალა უნდა აკრძალულიყო და რატომ უნდა აკრძალულიყო, იმიტომ რომ აი ეს ქიშპობა არ ყოფილიყო და აი ეს რაღაც კლოუნია და რასაც ჩვენ ხედავთ ახლა გნებავთ იგივე საკანონმდებლო ორგანოში და მე ეს ყველაფერი თავისთავადად გარეთ გადმოდის და ეს ბუნებრივი ასეც უნდა იყოს. რაც იქ ხდება ის მერე ქუჩაში იღრება. ანუ ჩვენ 12 წლის განმავლობაში თუ 13 წელია უკვე ხო ხედავთ იმას რომ კლოუნადაში საპარლამენტო ორგანო კომისიის ზოგადად პოლიტიკაში აი ეს პოლიტიკა არ არის გესმით აი რა ხდება ქალბატონინო ჩვენ ვერ ხედავთ იმას რომ პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოში სადაც უნდა იქნებოდეს სახალხო კანონები ხედავთ რას რომ მე თუ ვერ გავაკეთე შენ ჩემზე ცუდი იყავი ამის მეტი ხომ არაფერი არ ხდება ანუ აი რომ გადავთვალოთ ახლა თვალყური მივადენო წლების განმავლობაში რამდენი დრო დაიხარჯა ნაცებსა და ქოცებს შორის კამათში საკანონმდებლო ორგანოში, ხო? ანუ პოლიტიკა არ იქნება და ქვეყანაში სადაც ჯანსაღი პოლიტიკა არ იქნება, განა შეიძლება ჩვენ რამე წინსვლაზე ვისაუბროთ და რაღაცა სიკეთეზე ვისაუბროთ, ხო და დღეს მე 13 წლის შემდგომ ქართული ოცნება მეუბნება რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში გინდაც მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ საქართველოს მოსახლეობამ უნდა უთხრას მას უარიო. გესმით 13 წლის წინ მე რომ ქართული ოცნება მოვიყვანე იმიტომ რომ ის ხელისუფლება არ მინდოდა და მე მას უარი ვუთხარი 13 წლის თავზე მე ჩემი ხელისუფლება მეუბნება რომ აბა თქვენიც ახლა უარი უთხარით ამ არჩევნებზე ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობ 2015 წლის 25 ოქტომბერი ხო უთხარით უარიო. აი ეს არის, ეს იგი ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში, 13 წლის განმავლობაში, 2012 წელს პირადად ჩემი ოჯახის წევრები რომ შეეწირა ნაციონალურ მოძრაობას ზუსტადაც პოლიტიკური სარჩულით და ჩემი სახით უამრავი სხვა ადამიანის ოჯახის წევრები, ხო? დღეს მე ხელისუფლება მეუბნება რომ იცით რა, აი ამ ძალას თქვენ უარი უნდა უთხრათ. ანუ ფუჭად ვიშრომეთ ჩვენ 2012-ში, ფუჭად დავიხოცეთ და შემდგომ უკვე ეს 13 წელი, ესე იგი, აი რაღაც ჰაერში ვიყავით, არაფერი არ ხდებოდა, არაფერი არ კეთდებოდა. აი ეს არის ყველაზე დიდი სირთულე, რომ მე ვერ ვხედავ, სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ ჩემთვის ის სტატისტიკური მონაცემები ეს უკაცრავად ამ სიტყვას და სიტყვების ბრახაბრუხია, რომ ქვეყანაში რაღაც წინ მიდის, ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, აი რაღაც ბედნიერება, სოციალურად დაუცველთა ბავშვების ოდენობა სამჯერ გაიზარდა და მე ხელისუფლება მეუბნება რომ სულ 60 წელიწადში სრულად დაძლეული იქნება ეს პრობლემაო. ანუ მე ვერ ვხედავ ხელისუფლებისგან იმას საიმედო რაღაცას რომ მითხრას რომ იცი რა აი როგორც გვეუბნებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი მაშინ ხელისუფლებაში რომ ახალი მოსულიყო რომ პირველ წელს ამას იგრძნობთ მეორე წელს ამას მე უკვე გვისაბუთებდა წლების და თვეების მიხედვით ფაქტიურად გვითვლიდა ამას ყველაფერს ხო მე დღეს ხელისუფლება ამაზე არ მელაპარაკება გავირჩიხსენოთ ის წინასაარჩევნო პერიოდები ქალბატონინო თქვენ გახსოვთ რომ ხელისუფლება ჩვენ ეკონომიკურ დოვლადზე გველაპარაკებოდეს და გვეუბნებოდეს რომ თქვენ აი ამ არჩევნების შემდგომ აი ესეთი ეკონომიკური წინსვლა გექნება თვითოულ ოჯახს მე აღარ მსმენია მე მესმის მხოლოდ ნაცებზე საუბარი მესმის მხოლოდ ის რომ გამარჯვებული პარტია და მესმის ის და დიდი მადლობა და ნამდვილად ეს უნდა ვაღიაროთ რომ ქვეყანაში ომი არ არის ეს ნამდვილად მათი დამსახურება და ეს ძალიან დიდი დამსახურება და უპირველესი და უნიშნელოვანესია მაგრამ იმის იქეთ მე რომ ცოცხალი ვარ კიდევ სხვა სიკეთეებიც მინდა მე ამ ქვეყნის ხო მარტო ცხოვრება ხომ არ არის არა სიცოცხლე უკაცრავად თორე ცხოვრება კიდევ სხვა რაღაც არის ბატონებო რა პასუხს გასცემდით ქალბატონი ილმას ბატონო რამას რას უპასუხებდით შეყვე იგივე ტალღას არა, მას მიაჩნია, ეს არის მეც მიმაჩნია, ეს არის სერიოზული პრობლემა. თქვენ რას ფიქრობთ? მე არ მიმაჩნია, რომ ქალბატონების ძალიან გასაგები, ბუნებრივი, ემოციურად სრულიად მისაღები პოზიცია კარგად იყოს სხვადასხვა მხრიდან შეფასებული, კერძოდ რაც გვიცხოვრია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და 30 წელი და შემდეგ ასეთი შეტევა
უცხოელებისა ხელისუფლებაზე ოდესმე გახსოვთ ის 9 წელიწადი მახსოვს ბატონო რამაზ იცით რატომ მაშინ ხელისუფლება ამას არ გვეუბნებოდა ისხლიტავდა და ასრულებდა ყველაფერს რასაც ეუბნებოდა ოფიციალური დასავლეთი და მივიღეთ ის შედეგები დღეს უკვე ძალიან აქტიურია ქალბატონო დიახ მაგას მეორე მხარეც აქვს ეუბნებოდნენ ასრულებდა კი ბატონო და ეს იყო ამიტომ არ აკრიტიკებდა კი ბატონო ამიტომ დღესაც ის უნდათ და ამიტომ საკმარისია ნუ მიაჩვევო ხო იცი მიუჩვევოს ნუ მიაჩვევო მიეჩვენ და უნდათ როგორ გინდათ რომ გადააჩვიოთ ხო ხედავთ რომ რამდენი პოლიციელი რაღაცას სწორეს თუ არასწორეს მაგრამ პოლიციელია სახელმწიფო რამდენი რაღაც ნაბიჯს გადადგავს მთელი დასავლეთი ილანძღება ხო არ ხარ დალიონ თავის პოლიციელებს მიხედონ ქალბატონმა ერმან ცოტა სხვა პრობლემაზე ის თქვენ მე მეკამათებით თუ ახლა იმას ეკამოცხოს ეკამათებით ბატონო რამაზ ირმამ რაზეც ისაუბრებს ან გამათი ამ შემთხვევაში კი როგორ არა მაგიტომ ვამბობ ამ შემთხვევაში თქვენ მხარეზე ვარ არა ვარ უცხოელების მხარეზე დასავლეთის და მაშინ თუ არა ვართ უცხოელების მხარეზე მაშინ ისიც დავაფასოთ გარდა ომისა რომელიც ერთი რგოლი იყო უბრალოდ ის გაჯიუტებად დაუფასოთ ხელისუფლებას, რომელსაც უცხოელებს ეჭიდავება დღემდე. რითი დამთავრდება ეს ჭიდაობა გაცმა არ იცის. ამიტომ რახან ისეთ სიტუაციაა, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ ხელისუფლებას მიემენდეთ და ხელისუფლება არ გაამართლა. მაგ საკითხში ხელისუფლების იმედი ძნელია გქონდეთ. მე უფრო ველოდები რომ იქ რაღაც დემოგრაფია იქნება თუ ეკონომიკა იქ აღმოწევდება პრობლემები სადაც სწორედ ხელისუფლება იქნება დამნაშავე თორე იქ სადაც ჩვენ ვატყობთ რომ საერთაშორისო ძალები ერთვება პროცესებში იქ მარტო ხელისუფლებასაც იცის გაშვერა არ მგონია ან რაიმეს მომტანი იყოს მაგ მხრივ ან შედეგის თვალსაზრისით ან სწორი იყოს, სამართლიანი იყოს, იმიტომ რომ პრინციპში მიდის ახლა მთელ მსოფლიოში მიდის ბრძოლა, ხო? მიდის ბრძოლა რაღაც ძალებსა და რაღაც ძალებს შორის და ვხედავთ, რომ ამერიკის პირველი პირი დონალდ ტრამპი ვერ ერევა იმას, რასაც იმ ძალებს, რომლებიც ისიც კი ვერ ერევა, ისიც კი ვერ ერევა. ისიც კი ვერ ერევა. მაგრამ მე მგონი ქალბატონმა ერმა ცოტა სხვა რამეზე ისაუბრა. ქალბატონმა ერმა იქნებ უთხრა და მე ბატონი დემური. არა, იმისთვის რომ არ აღმოჩნდეს რომ თემა გადავაგდე. უბრალოდ აი ის ძალები, რომელსაც ვერ ერევა ტრამპი, ხშირად გვეუბნებიან, რომ 12 წლამდე ყველა დემოკრატიის საქმე კარგად იყო თქვენთან და დააბრუნეთ სააკაშვილი. ფაქტიურად მაგას ეძახიან. რა თქმა უნდა. სააკაშვილის დაბრუნებაზე მიდის ბრძოლა დღეს. აი ეს არის მაგითო დაიწყო ეს პროცესი. მანიპულაციის საოცარი ის არის რომ აი სააკაშვილს მე რატოღაც გონია რომ ამ დასავლეთში ცოტა რაღაც აბები არ არის ფსიქიატრიაში ან ფსიქოლოგიაში twin გასახსნელი ბატონო რამა არ არის ამას არ არის ეთყობა საერთოდ ფსიქიატრიაში არის ერთი პრობლემა თუ ავანტყოფს არ უნდა და უმეტესწილად არ უნდა მაშინ ვერ შველი არ ჩაყლაპავს და უყურე არა საქმე რაშია ქალბატონინო ხო ბოდის გიხდეთ საქმე რაშია იცით საქმე იმაში გახლავთ რომ ევროპა პირდაპირ აქამდე ამას არ ამბობდა. აი ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე, არა 5 თვის განმავლობაში პირდაპირ გვეუბნება იმას, რომ ჩვენ თქვენ ხელიდან არ გაგიშვებთ. ანუ სრულად გეთანხმებით. მათ აქ სურთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ დაკრულზე იცეკვებს და ამისთვის იბრძვიან, ამისთვის ხდება ეს ყველაფერი, აბა ეს ნათელია რა. ხო და ამიტომ გავლენისთვის აქ გამჩოხმებით იმ ევროპას, რომელიც ურტყავს ხელისუფლებას მაგისთვის
ჩვენც ვემატებით ეხლა რომ აი ხელისუფლებაში მე სულ სხვა რაღაც ვთქვი. საქმე რაშია, იცით, გინდაც ის რომ დღეს ხელისუფლება ეკი უკვე ეწინააღმდეგება ევროპას და ვთქვათ, იგივე იმ ამერიკას და ის კედან დაკვეთები რაც იყო და აქამდე პირდაპირ ბატონი კობახიძის სიტყვები გავიხსენოთ, ბატონი თალაკვაძის რომ ჩვენ დავალება გქონდა ევროპისგან რომ ესენი პარლამენტში უნდა შეგვეთრია და ეხლა იცით რა ძალიან კარგი რომ ჩვენ ეხლა პირისპირ ვართ მე ვერავინ ამ კითხვაზე პასუხს ვერ ცემს, რატომ დაუპირისპირდნენ და რატომ მანამდე არ უპირისპირდებოდნენ? მანამდეც ხომ იგივე ის დამნაშავე ძალა იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თავისი მხრებით შეყავდათ პარლამენტში. ახლა რატომ მოხდა ეს? მართლა მაინტერესებს. რო არ დაიჩაგროს. ხო, ბატონ დემური, ხო, ბატონ დემური, გარკვეულწილად რა თქმა უნდა, ჩვენ წაი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე რაც ბატონმა რამაზმა ისაუბრა, ქალბატონმა ეხლა ქალბატონმა ირმა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ძალიან ხშირად საერთოდ აი ქართული ოცნებას ახასიათებს манипуляტორობა, გადასარევი манипуляტორობა. რეცი манипуляტორები არის. ბატონო? არაფრის манипуляტორები არ არიან. როგორ არ არიან? მეტი რაღა უნდა, მეტი манипуляცია რა არის, როცა ყველაფერს შესასარგებლოდ იყენებ. ამას ქვია манипуляცია, სხვას კი არაფერს, მაგრამ манипуляციას უნდა უზარმაზარი ინტელექტი, რაცაც აკეთებენ, უხეშად აკეთებენ. ხო, ნუ რაც არის, საქართველოს მოსახლეობას ყოფნის ეს манипуляცია. მე რა მინდა კითხოთ? როდის უფრო ძლიერი იყო ქართული ოცნება? მაშინ, როდესაც ის მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ სამწუხაროდ ფსონი ქართულ ხალხზე არ გააკეთა და დღეს, როდესაც მხოლოდ აი რაში დაჭირდა ეს манипуляცია, ეს ეროვნული თემები, ეს თემები, რომელიც ყველა ქართველზე მოქმედებს და მე იმიტომ მიკვირს ოფიციალური დასავლეთის არიციანი იმათ, რომ ამ ლიბერასტული თემებით და აი ამ სააკაშვილის თემით საქართველოს ფონს ვერ გახვალ. აი ეს პრობლემა, როდის უფრო ძლიერი იყო? მოდით ცოტა სხვანაირად უნდა დავინახოთ მოვლენები, მე ჩემს ხედვას მოგახსენებთ, მე ვფიქრობ, რომ კარგად ინფორმირებული ვარ, ისევ როგორც ბატონი რამაზი, ჩვენ ერთმანეთისა ძალიან კარგად გვესმის. თავარი 2012 წელს სააკაშვილი გაიყვანეს თამაშიდან როგორც პროექტი, რადგან მორჩილი აღარ იყო, იმიტომ რომ მართლა წარმოიდგინა რომ სოფლიო პოლიტიკას ალაგებს და უკვე გავლენიანი ფიგურა არის და მე არ მინდა მარტო მაგიტომ გაიყვანეს. ისეთ დეტალებზე გაიყვანეს, იმიტომ რომ პროექტი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი მოქმედების არეალის მქონე პოლიტიკოსი. გაიყვანეს და მოიყვანეს ის, ვინც ქართული ხალხის განწყობის ფონზე მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ამისთვის აბსოლუტურად მზად არ იყო. მას არ ყავდა გუნდი, რომელთაც შეეძლო იმ გარდამავალი ეპოქის გავლა, რეფორმირება ქვეყნის სისტემის რეფორმირება, საუკეთესო რაღაცის დატოვება, რაც იყო დანარჩენი უნდა გადაცვლილიყო. მე ახლა იქ ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი კულუარებში რა იყო, მე მიწვევით ვიყავი იქ და მიწვევით არა ბიძინა ივანიშვილისგან, არამედ სხვისი რეკომენდაცია იყო მის ირგვლივ არსებული ხალხის. ამიტომ თავარი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხალხის განწყობის ფონზე, როგორც არადამოუკიდებელი ფიგურა და მან არ შეასრულა ის, რაც დაპირდა ქართული ხალხი იმდენად მიამიტი იყო კარგ ცხოვრებას და რამეს კი არ ითხოვდა რაღაც, ითხოვდა ელემენტარულ რამეს. სამართლიანობის აღდგენა. სამართალი, ესე იგი, ერთადერთი რატომ? ქართლის ყველაზე ძლიერი ხასიათი არის ის, რომ მას წლობით შეუძლია მოითმინოს ეს დამცირება, ისტორიულად ასეც იყო და სულ გულში ატაროს ის, რომ არ შეეცვალათ სააკაშვილი რა თქმა უნდა ჩამოგდებული იქნებოდა, მაგრამ ეს სისხლის ფასად დაჯდებოდა. მე მაშინ მთელი საქართველოს მოვიარე თითქმის, ძალიან კარგად ვიცი ხალხის განწყობა, რომ არა ეს სატყუ არა, რომ ოცნება მოვიდოდა და სამართალს აღადგენდა,
ხალხი თავის გადაწყვეტილება გაჩნდებოდა იქ ლიდერები, კადრებმა ძალიან შეუწყვა ესე იგი, პირველი ხელისუფლებაში მოვიდა არა ხალხის არჩევით შერჩეული ადამიანი, არამედ მოვიდა გარკვეული პროექტი, რომელიც ხალხის განწყობის ხარჯზე იქნა მოყვანილი ხელისუფლებაში. ორი სხვადასხვა რამე. მეორე, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ სულ ნაცებზეა საუბარი. დიახ, ეს არის შესანიშნავად გათვლილი ერთადერთი რამ, რაც ქართულმა ოცნებამ კარგად გათვალა, იმისთვის რომ ის დარჩეს ხელისუფლებაში, მას სჭირდება ისეთი ოპოზიცია, როგორიც არის. ამიტომ მას არ ჭირდება ქართულ ხალხს განვითარების პროგრამებზე საუბროს, დემოგრაფიაზე, რომელიც ქართველებს ანადგურებს და ქართული ხალხის ნაწილმა ისე დაკარგა გონება, ამ პრობლემას ვერ ხედავს. დამთავრდება ქართველი საქართველოში. სულ 7-8 წელი დარჩა. დანარჩენი რაც იქნება, თქვენ ნახავთ. ესე იგი, თუ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი და აუცილებელი და საკმარისი პირობა, მოდი მათემატიკურ ტერმინს გამოვიყენო, აუცილებელი და საკმარისი პირობა არის, რომ თქვენ ყავდეთ ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური, არაკოლექტიური, რომლებმაც ამ კოლექტიურმა, რასაც ახლა უყურებს, პოლიტიკა გაანადგურეს საქართველოში. იმდენად ხამები აღმოჩნდნენ ფულისა, იმდენად გაუმაძღრები, დაასამარეს ქვეყანაში პოლიტიკა. მაგრამ ფულს ვინც იძლევა, ისიც ასამარებს პოლიტიკას, იმიტომ რომ შენ პოლიტიკოსი თუ ხარ, შენ არა გაქვს ასეთი რამის კულტივირების უფლება, რადგან შენ მომავალს უსპობ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ პოლიტიკაში როცა ყიდულობ ვინმეს, მოდი ზღიად თქვა, იმაზე დიდი გარეწარი არავინ არა. ფულს იღებს ხელისუფლების ფაქტობრივად ფუნქციის გასაძლიერებლად და პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ ამაზე ფაქტიურად არასაკმარისად რეაგირებთ. მესამე ფაქტორი. მშვიდობის დიდი რამბები. რა მშვიდობის დიდი რამბებზია ლაპარაკი? 2008 წელს ცხინვალში ერთი სამშვიდობო ნაწილი იყო რუსებისა, რომელსაც შეიარაღება ძალიან ცუბუკი ჰქონდა, არაფერი არ ჰქონდა. დღეს ცხინვალში განლაგებულია მთელი სარაკეტო სისტემები, რომელსაც მიზანშია გამოღებული ყველა დიდი ქალაქი და ჯარების ლოკალიზაციის ყველა ადგილი. ვის უნდა ეომო? რას უნდა ეომო? თუ ომს დაიწყებდნენ 2 საათში განადგურდებოდნენ თვითონ პირველად. რა თქმა უნდა, აქ დიდი ომი ვერ იქნება. როგორ უნდა იომო, ვერ გავიგე. რაღაც ილუზიებში ვართ ჩვენ გახვეული. როგორ უნდა ეომო შეუდარებელ სამხედრო ძალას შენთან შედარებით, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი შეუდარებელი 1 და 40 კილომეტრში კიდე ეგ სამხედრო. კი 15 წუთი ჭირდება რომ გაწყვეტოს ქვეყანა შუაზე. და საკმარისია. აი მაგალითად სხვა პოლიტიკური ძალა რო ყოფილიყო, იგივე სააკაშვილი, რას იზარდა? ახლა მივადექი მთავარს. დიახ. მთავარს. უნდა თუ არა ოცნებას ნაციონალური მოძრაობის განადგურება. გამორიცხულია. თუ თქვენ გინდათ, მე გითხარით ყველაზე მთავარი, ამაზე კარგ საბაბს რომ ხალხს აბოლო რომ აი ესენი მოვლენ და ესე იგი შენ ხარ და რა ქნეთ? პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინეს, შუა უნდა გავკრიფოთო, ესე იგი ფაქტიურად გადაუკეთეს, გასაგებია, მე სულაც არ ვაბრალებ იმ ადამიანს, ვინც გამოაცხადა შუა უნდა გაიკრიფოსო, არა, სუსტები გამოდგნენ ქართულ პოლიტიკაში ხალხი, რომელიც გაკრიფეს, რას ქვია გაკრიფოს, რას ქვია არჩევნებზე არ დაგიშვებს, რას ქვია გაგაუქმებს, რაც ქვია დაგიშლის კოალიციაზე, კაცო, აბა რისი პარტია ხარ? შენ რა გინდა ეხლა თხოვო ბიძინა ივანიშვილს, რომ თუ შეიძლება რკინიგზის ლიანდაგზე ცოტა მეც ჩამომაჯინე, რომ მეც შენი ხეირი შემხვდესო, ხო? ასე პოლიტიკა არ კეთდება და ასე კეთდება ქვეყანაში პოლიტიკა. ესე იგი, სურვილი რო ყოფილიყო, ჯანსაღი პროცესი
განვითარდებოდა, შეიქმნებოდა ის პარტიები, რომლებიც რომ არ შეიქმნეს, კიდე გეუბნებით, ეს სისუსტის ნიშანია და ვინ შეიქმნა რამდენიმე და ვერ გაჩქაჩეს, ესეც სისუსტის ნიშანია და რა კი გაიწმინდა ასპარეზი მე ვარ და ჩემსა და ამათ შორის უნდა ერჩიოთო ელემენტარული ტექნოლოგია კიდე გეუბნებით ვერაფრით ვერ გაამტყუნებ იმ ხალხს რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებისთვის ჭირდება ასეთი პრიმიტიული რამის უზრუნველყოფა არაფერი გაკეთება, არაფერი აშენება, რისი ეკონომიკა ვითარდება განადგურების პირას ყველაფერი 253,000 კაცი გავიდა ოფიციალური მაგათი სტატისტიკით 2020 წელს. აი ამ პრობლემებზე საინტერესოა მეორე უფრო დიდი ტრაგედია, რომელზეც თუ ქართველები ამას ოდნავ არ მოვლენას და გეუბნები დაწყევლილი თაობები დემოგრაფია განადგურებს. მორჩება აქ ყველაფერი, კიდე გეუბნები დემოგრაფიას ვერაფერს ვერ გაუკეთებ. მე-13 წელიწადია. ერთი სიტყვა გაგიგონია არაფორმალური მმართველისგან, ან მთავრობისგან, პარლამენტისგან, რომ დემოგრაფია არის საშველი. ამას დაემატა განათლების განადგურება, მიზანმიმართული, ასეთი მძლავრი LGBT პროპაგანდა, როგორც ბოლო 12 წელი იყო სააკაშვილის დროს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უბედურება სააკაშვილის დროს დაიწყო, მაგრამ სააკაშვილის თემა არის აბსოლუტურად ხელოვნური. რომ არ იყოს საქართველოს ხელისუფლება დამოკიდებული იმ ხალხზე, რომელიც გიხდის ფულს და გეუბნება ეს უნდა გააკეთო. და მთავარი მივადექით, ის რაც საქართველოს შეხდება, არ არის შიგა პოლიტიკური პროცესი. წმინდა შიგა გამორიცხული გლობალური დაპირისპირება მიდის მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებს შორის. ამას ყველა ვხედავთ რა თქმა უნდა. საქართველოს კი არა, სამხრეთ კავკასია არის სტრატეგიულზე უფრო სტრატეგიული ადგილი, იმიტომ რომ აქედან თუ აქ ფეხს მოიკიდებს დასავლეთი, პირველი უკრაინაზე დიდ საფრთხეს შეუქმნის რუსეთისთვის კავკასია გაცილებით კავკასიის აფეთქება და ვოლგისპირეთის აფეთქება. რისთვის გადაჯდნენ რუსები სირიაში? ისლამური სახელმწიფო შექმნილი იყო რუსეთში იმ ბაევიკების ეგრეთ წოდებული გადმოსაყვანად ტრასა ერთ-ერთი თავარი ტრასა საქართველოსაც გადიოდა და ვოლგისპირეთის დიდი მუსულმანური წარმონაქმნების აფეთქება, რაც სრულად კრახი იქნებოდა რუსეთისთვის და ჩვენ სწორედ ამ უდიდესი ზეწოლისთვის ვჭირდებით და ქართველებს გონიათ რომ ეს ყველაფერი ასე უმტკივნოდ შეიძლება. რა რჩება ხელისუფლებას? ხელისუფლება ორ სკამზე ზის, ვერ აკეთებს ნაბიჯებს, არა და მისი ყველაზე კარგი ნაბიჯი იქნა დისტანცირება რუსეთისგან, მიუმხრობლობის თვალსაზრისით, დისტანცირება დასავლეთისგან, მიუმხრობლობის თვალსაზრისით. რაც სულაც არ ნიშნავს მათთან კარგი დამოკიდებულების არ ქონას. აიღეთ ინდოეთი, აიღეთ, აი ახლა რას უკეთებენ ინდოეთს, ხო? იმ დიდი გავლენისთვის, რომელიც გლობალურ სამხრეთს აქვს მსოფლიო პოლიტიკაზე, პრობლემას უქმნიან, რომ ზეწოლა იყოს მასზე, რომ როგორმე ძალიან გამწვავდა პაკისტანს. დიახ, ეს ხელო ისევე როგორც ჩინეთთან იყო, ჩინეთთან ოდნავ მოგვარდა რუსების მეშვეობით, მაგრამ პაკისტანი ესე იგი, რა მინდა რომ თქვა? რა კი ხელისუფლება არის სუსტზე უფრო სუსტი, საშინლად სუსტი და როდის უფრო სუსტი იყო დღეს თუ თავიდან? თავიდან უფრო ძლიერი იყო, იმიტომ რომ მაინტერესებდა იმედი და 2016 წლის ჩათვლით ხალხი კიდევ უდიდესი თუმცა როცა მე ვაკრიტიკებდი არიქა რას არ მწამებდნენ შენ ასე და შენ ისე და ესე იგი შენ უკმაყოფილო რა ვარ უკმაყოფილო კაცი რა თავარი რა იყო სად დაიწყო ოცნების გრევა შიგან გრევა სად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როცა ისინი წაეპოტინენ კონსტიტუციურ უმრავლესობას იმის ნაცვლად რომ
ბალანსები შეექმნათ, შემოიყვანათ მართვაში ისეთი ჯგუფები, რომელიც ამას იმსახურებდნენ, ამის ნათლად რაკი კონსტიტუციური უმრავლესობა იყო, სრული დომინირება იყო მოვლენებზე და როცა ძალაუფლება გაქვს აბსოლუტური, ცნობილი გამოთქმა არის, აბსოლუტური ძალაუფლება რკმნის აბსოლუტურად. ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ, თუმცა ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით. ბატონო რამას და კალბატონო ირმა. ბატონო რამას, აი რას უპასუხებთ? ეხლა რომ პასუხო მარჯვენა მხრიდან ძირითადად, მაგრამ ბოლო პასაჟში შევყვები რაღაცაში ხო და ვიხმალოთ. აი ხელისუფლება უნდა განაწილებულიყო, ხო? რა თქმა უნდა. პასუხისგებლობები. მაგრამ დღეს უკვე ვერ ვასახელებთ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც უცხოეთთან კავშირი არ ქონდა. დიახ, ხოაც უკვე მეხუთე კოლონა ეს არ არის პოლიტიკური პარტიები. ნუ სახელებს რა შენთან ხო პარტია ქვია. სხვა ვინ არის? აი მაგ სწორედ ეს თქვი, სწორად ამბობ. როდესაც შუა გაკრეფა, მაშინ უნდა იყო მე ხაც უსვამ, მე მაქვს ნანახი ბნელ კუნჭულში, მე ვერ 10 კაცი რომ მომეძებნა პარლამენტში, მე იქიდან არ წამოვიდოდი. 10 პარლამენტი არის უდიდესი ძალა, ტრიბუნა არის უდიდესი ტრიბუნა, რომელიც გამოცდილი მაქვს რა არის. დამოუკიდებელი კაცი არა და ის პარლამენტი, რომელიც მაშინ იყო, დაახლოებით 10 თავით მაღალია შემდეგ პარლამენტებზე. კი, რა თქმა უნდა. ესე იგი პოლიტიკა არის ანბანურ რამეს ვიტყვი. პოლიტიკაში ან ხარ სუბიექტი, ან არავინ არ ხარ, ხარ ობიექტი. დავალების შემსრულებელი და ამისთვის გარკვეულად გასამჯელოს გაძლევ. სუბიექტი ვერ იქნები სხვაზე დამოკიდებული. ევროპული, აი ბრიუსელის პოლიტიკა სუბიექტია, ობიექტია თუ პოლიტიკა არ არის? ეს იყო მოდი ასე ვთქვათ და გრძელდება რა კი ევროკავშირი დარჩა გლობალისტური ელიტის სრული გავლენის ქვეშ შტაბი გახსნეს რა კი ამერიკაში სხვა რთული პროცესი მიდიან და გლობალისტები კარგად ხვდებიან რომ იმ ელიტას ვერ მოერევიან რადგან ყველაფერზე ჩვენ ქართველებში მე ერთი კივილი მქონდა ატეხილი ანტიამერიკანიზმი რომ დავინახე და ხელისუფლება ამას ხელს უწყობდა და ვიკივლე რაც შემეძლო რომ ხო იდიოტიზმია, რომ ეხა საქართველოში გასაგებია რუსოფობიას თუ აქ რაღაც საფუძველი, რომელიც ჩვენ კარგად საერთოდ არის მიუღებელი. უბრალოდ იქ ბაიდენის და იმათი მართვის ამერიკაში იმდენად ძლიერი ელიტაა მოსული, ისინი ყველაფერზე წავლენ, რომ ამერიკა მათ ჭირდებათ გაცილებით დიდი მიზნებისთვის და შემთხვევით არ არის ამერიკა კვლავ გავაკეთოთ დიადი, ხო სწორია? ამაზე დიდი მიზანი პოლიტიკოს არ შეიძლება კონდეს. მანახეთ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმე რომელიც ამბობს რომ მოდი გავაკეთოთ საქართველოს ძლიერი. შეიძლება საქართველოს შეიძლება იყოს ძალიან ღონიერი ქვეყანა. მიუმხრობელი ქვეყანა რომელიც მუშაობს რუსეთთან, მუშაობს ამერიკასთან, მუშაობს ევროპასთან, იმიტომ რომ შენ თან რუსეთსაც რო აწყობს დღეს ამ ეტაპზე, აი ეს არის იშვიათი თანხმედრა. მოდით ახლა, მოდით რატო? მაგრამ ბატონო ამას არ დავამთავრებია. ეხლა ისტორია ამ წუთში და დავამთავრე. არ დამიწყია. ნახეთ, ისტორიაში ნუ წავოთ ცალკე გადაცემებია და ყველაფერი ტყუილია რაც საქართველოში ისტორიული, მათ შორის უახლეს ისტორიაში არის თავარი. საქართველოს ადგილი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც პირველად გახდა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი, ეს აიძულებს და აძლევს საქართველოს შანსს დაიკავოს დამოუკიდებელი ფუნქცია. საქართველოს თუ თავის თავზე პოლიტიკური ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც აიღებენ ამ პასუხისგებლობას, ქართული სახელმწიფოს განვითარება გარდაუვალია. თუ დაუშვებენ იგივე შეცდომას, რაცა 700 წელია უშვებს საქართველოს, ქართული სახელმწიფო ვერ იარსებებს. ხას უსვამ, ვერ იარსებებს. მივიდეთ მადამდე და ისე ბატონ რამას ვთხოვ. დაიწყეთ. ხო, აი დაიწყეთ მაშინ. მინდა მცირე ოპტიმისტური მუგუზალი იმას ხნა.
შევთავაზო დემოს აბსოლუტურად გეთანხმები რომ აი ეს შუაში ბალანსის საქართველოს ყველაზე კაი ვარიანტი ნამდვილად არის მაგრამ არ გაძლევენ ბიჭო ამ ბალანსის საშუალებას იქიდან ევროპა მაგიტო გირდა და რუსები არაკეთებენ ზეწოლას როგორ არაკეთებენ და რაც საბარია რუსები და ევროპა აკეთებს ერთდროულად ერთად თამაშობენ მიშა ვისი იყო კი ორივესი იყო მაგიტო ვიცახი რომ ერთი წამი 2008 წლის 18 აგვისტოს უკვე ვიყავი ჩემ შვილთან ამერიკაში და ჩემ ქალიშვილმა მოიტანა Newsweek-ი და ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი წერდა რომ გაცოფებული იყო კინაღამ დაგვაჯახა სააკაშვილმა რუსებსო სააკაშვილს ეგუხაროდა მესამე მსოფლიო და რაც ამბობდა იცი განრიცხებული კაცი ეს რაც ნიშნა ახლა ეს ყველა მიცის რაც ნიშნავს ეს ყველა კონცერტის ერთდროულად დამთავრება მაგრამ რაც წერდა ის კაცი იცით ვის საყვედურობთო სააკაშვილსო ჩვენ და რუსებმა ერთად არ მოვიყვანეთ სააკაშვილი ხელისუფლებაშიო გეუბნებით მე ეს არაფერს არ ცulis რა თქმა უნდა ეს არ არის სიახლე და ეს არ არის რაღაცა უირეს როგორ მოხდა ბუნებრივი ეგრე ხდება პოლიტიკაში ხო ხადია სააკაშვილი მოდი ამ მოცემულობიდან გამოვიდეთ თავარი მიზანი ევროპისა საქართველოში არის როგორმე რუსეთის წინააღმდეგ ომი დააწყებინა არა ფრონტი გაახსნევინოთ ამ ზეწოლის მექანიზმი არ გეთანხმები არ არის რუსეთის ალაპარაკო არ არის რა თქმა უნდა ევროპის არ არის რუსეთი ალაპარაკო არის ჩინეთი და შენ გებრძვის ჩინეთისკენ შენი მოძრაობის გამო და არა რუსეთის თემის გამო რუსეთის თემას გაკერებს იმისთვის რომ კეთროვანად გამოგაცხადოს თორე რეალური პრეტენზია საქართველოს მიმართ აქ ის რომ აი მღარიბაშვილმა რომელმაც დღეს სისულელე რაც გააკეთა იმ ღარიბაშვილმა გააკეთა რომ წავიდა ჩინეთიდან მატარებელი შემოიყვანა მერე ჩავიდა ხელშეკრულება გააფორმა ისე რომ არაფერი არ იცოდა ამერიკა ანუ დაუმალეს ჩინეთთან ურთიერთობა დასავლეთთან სტრატეგიულ პარტნიორად რო გამოაცხადა არა და ეგეთი რაღაცები ცოტა არის ერთი პატარა ჯგუფი გაფუჭებული ჯგუფი რომელსაც უზარმაზარი წვდომა ჰქონდა ფულზე საკუთარი ბიზნესები ააწყვეს და ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკის თვალსაზრისით ერთი სუფთად ერთუჯრედიანი ადამიანი კიდე გეუბნებით აკეთებს იმას რომ სტრატეგიულ პარტნიორად ამ დროს ორი ვეშაპი გავლენის ქვეშ ხარ ბიჭო შენ ვარიანტში თუ კი ბალანსი გაწყობს ორივე შაპის შუა მესამეს პოვნა არის ბალანსის საშუალება ხო მაგრამ გამორიცხულია ეხლა აი ნახეთ რომ იძახის და თან იმისაც ამდეგოს ბატონო რამაზ და ბატონო დემურ და ქალბატონო ირმა აი რა არის იცით იყო დრო როდესაც რუსეთისთვისაც იყო საქართველოს ტერიტორია ყველაზე ფუნდამენტალური აი ეს ინტერესი ხო ახლაც არის ძალიან არის სხვა რაღაცას ვამბობ ნახეთ და ოფიციალური დასავლეთისთვის ეს ტერიტორია არის რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ბომბა ჩადებული ნაღმი რუსეთის წინააღმდეგ ხო ფედერაციის დაშლის წინააღმდეგ მაგრამ აი ხა რა შეიცვალა მე როგორ უყურებ შეიძლება მე ვცდები მაგრამ რაღაც არ მგონია დღევანდელი რუსეთი აცნობიერებს დარწმუნებული ხართ ესე იგი რომ დღეს რეალურად დასავლეთი ებრძვის რუსეთს ხო სხვა რაღაცას ვამბობ, მე საქართველოზე ვამბობ, რომ საქართველო ქართველების გარეშე დღეს უფრო ოფიციალური დასავლეთის ინტერესში შედის, ვიდრე რუსეთის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ერები, ძალიან დიდი ხანია ხო, რაღაც ურთიერთობები გვაქვს, ისტორიული ურთიერთობები და რა თქმა უნდა რუსეთისთვის საქართველო ქართველებით გაცილებით უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ტერიტორია, რომელსაც ყოველთვის ეცდება ხელში ჩაიგდოს, რომელიც ყოველთვის ეცდება ხელში ჩაიგდოს დასავლეთი. არა, თავისთავად საქართველო რუსეთისთვის დღეს სხვა მიდგომებია, მარტო საქართველო რუსეთისთვის საშიში არ არის და არც აღიქვამს იგი საფრთხეს გამორიცხულია რუსების კატასტროფული შეცდომა იყო, როცა 92 წელს რანაირი ემოციებიც არ უნდა ყოფილიყო საქართველოში. რეგიონში რო აწეცილია სიტუაცია, თუმცა შემსრულებლები იყვნენ. ეხა თავარი
ქართული სახელმწიფოს ძლიერება იქნება ის თუ ფუნქციას აიღებს ამ გლობალურ დაპირისპირებაში. ჯერჯერობით არაფერი გარკვეული არ არის. მოდი გავარკვიოთ რა არის ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საქართველოში. მოდი. სანამ გავარკვევთ ქალბატონმა ძალიან დიდი ხანია ქალბატონმა რა არის მნიშვნელოვანი ოდიში რომ ამდენი ვიქაქანს არა კაცებმა ძალიან ბევრ თემას შეეხეთ ბატონო დემურ და მე არ შემიძლია ახლა როგორც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ შეგეკამათოთ ახლა თქვენ ერთ საკითხში. უბრალოდ მე მაინტერესებს თქვენი აზრი რასთან დაკავშირებით. არჩევნების დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კომისიაში გეყოლება წევრი თუ არა საარჩევნო კომისიაში როგორ ფიქრობთ? რა მნიშვნელობა აქვს? ამ წლების განმავლობაში აიწყო უმახინჯესი გაყალბების სისტემა, სადაც ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი დაწერს მით უმეტეს ნახეთ, მით უმეტეს გაყალბებული სისტემა და ამ გაყალბებულ სისტემაში კიდევ თვალს რომ აგიხევენ და ეხლა თქვენ უბძანით რომ შუარისო გაკრიფილიო, მაგრამ რას ქვია გაკრიფესო, შენო ძლიერი თუ ხარო, მაშინ ვერ უნდა გაკრიფო. რა თქმა უნდა. აი ეხლა ნახეთ, მეხუთე წელია სასამართლო იხილავს პატრიოტთა ალიანსის საკითხს, აი ესე პირდაპირ რომ გადაწყვიტა ბატონმა კობახიძემ და აგვახია უკაცრავად ამ სიტყვაზე კომისიის წევრები, სრულიად დამსახურებული ჩვენი კომისიის წევრები, მით უმეტეს გაყალბებული არჩევნების პირობებში. ეს ერთი საკითხი. 4 წელია სასამართლო ფიქრობს და სჯელობს იმის შესახებ გვეკუთვნის თუ არ გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით. ეს ერთი საკითხი. რომ სასამართლო ამას თქვენ სასარგებლოდ გადააჭრა. არა, არ ფიქრობთ, უბრალოდ გეუბნებით, ესე იგი სუსტი ხარო. რანაირად უნდა ვქნათ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში სასამართლოს როგორ უნდა დაუპირისპიროთ. დავასრულებ თუ შეიძლება მეორე საკითხი. ნახეთ, აი ახლა სულ წუწა და ნახევარში იქნება სარეკლამო ჭრა. თქვენ აკვირდებით რომ ობიექტივზე ფაქტიურად მსხვილი რეკლამა არ შემოდის. იცით რატომ? იმიტომ რომ ყველა თითქმის მსხვილ ბიზნესმენს აკრძალული აქვს ობიექტივზე რეკლამა შემოიტანოს. ანუ სუსტები ჩვენ ვართ, ჩვენ კი არ ვართ სუსტები და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ კარგად გეცოდინებათ არჩევნების შედეგად, აი ბარიერს რომ გადალახავ, რამდენ პროცენტს გადალახავ, იმის მიხედვით გაფინანსებს სახელმწიფო ხო პარტიას. ეს არის მიზერული და მინიმალური პირდაპირ კანონში აქვს ეს გაწერილი. თვითონ რომ ძალიან უამრავი მილიონერი და მილიარდელი შემომწირველი ყავს, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ თანხას იღებს ბიუჯეტიდან, ძალიან ბევრი შემომწირველი რომ აჩუქა ნაციონალურ მოძრაობას და მოაძლიერა და პლუს იმას ბიუჯეტიდან რამდენს უხდის, აი ამ შუა გასაკრებს კანონიერად გინადგურებს ყველაფერს. დიახ, გეთანხმები. ჩვენი სისუსტე რაში გამოიხატება ასეთ შემთხვევაში? ჩვენი სისუსტე, მოდით ასე ღია ტექსტით ვისაუბროთ, იმიტომ ეს ყველაფერი საუბარი ტყუილა არ არის, ეს მომავლისთვის კორექტირებისთვის არის. აუცილებელია. თქვენ უნდა აჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ის რაც თქვენ გაგიკეთათ, ამას ძვირად დაუჯენთ მას. უზარმაზარ პრობლემებს შევუქმნით. თუ თქვენგან ხელისუფლება არაფერს არ ელოდება, ის აკეთებს იმას, რაც მისთვის არის ხელსაყრელი. ნახეთ, და სამწუხაროდ ჩვენი გადაცემული ხელისუფლება გეტყვით აგერ. ქართველი მეცნიერები არიან შეკრებილი, ხო? მეცნიერთა კონგრესში გაფთიშავენ ხა პირველი გადაცემის დრო, ამ პირველი ნაწილის დრო ამოიწურა. ერთი შეიძლება 12 ჯგუფი დაიბარეს თითო დეტექტივისტვის მერე გეტყვით ხო ინტრიგა ჩავაგე აი პასუხი იქნება ცოტა ხანში მეორე ნაწილში გადაცემის დროებით